მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ და ვაგრძელებ ჩემს სერიას წონაში კლებასთან დაკავშირებით. მაქვს ვიდეოების ციკლი, რომელიც მინდა რომ შევქმნა სრულყოფილი კურსი წონაში კლებაზე, რომელიც გაერთიანებს სრულ ცოდნას, სამედიცინო ცოდნას და თანამედროვე გაიდლაინებს, რომელიც არსებობს წონაში კლებასთან დაკავშირებით. ანუ თავს მოუყარო მთელ ცოდნას, რაც არსებობს წონაში კლებასთან დაკავშირებით და მათ შორის მოვაქციო რთული საკითხებიც, რადგან ადამიანებს აქვთ ხშირად ცოდნა როგორ დაიკლონ, მაგალითად თითქმის ყველა მიცის რომ ვარჯიში და სწორი კვებით დაკლება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ცოტა აკეთებს ამას. ანუ ერთია ცოდნა, მეორეა გაკეთება, მესამეა კიდე წონაში კლება და მეოთხეა მისი შენარჩუნება და უზარმაზარი პრობლემაა სინამდვილეში წონაში კლება და მის შენარჩუნება მით უმეტეს დაკლებულის, რადგან ვინც წონაში დაიკლებს თითქმის 90% ზოგი კვლევის მიხედვით 95% ისევ მოიმატებს 5 წლის განმავლობაში. და მხოლოდ მცირე პროცენტი ახერხებს რომ შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი წონა. ხო, წამლები და საკვები დანამატები არსებობს, მაგრამ ეგ ეფექტურია მოკლევადიანად და სანამ იღებ და კვლევის მიხედვით, როცა ამთავრებ მათ მიღებას, თუკი ცხოვრების წესი არ გაქვს შეცვლილი, ისევ იმატებს წონაში. ეს გასაგებია და არც მოველით, მაგალითად ეხლა როცა საკვები დანამატს ან წამალს იღებ წონაში კლებისთვის, არც უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ მე დავიკლებ და მერე სასწაულებრივად შევინარჩუნებ, ასე არ არის და ის აზრიც მცდარია, რომ ისე გაკლებინებენ და მერე ისევ იმატებ, ანუ მერე ისევ იმატებ, რომ გეუბნებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ მაგალითად ეს წამალი გამატებინებს ან საკვები დანამატი გამატებინებს, ამით გამატებინებს შენი ცხოვრების წესი, რომელსაც ცხოვრობ, ეგ არის პრობლემა. ასე რომ ესეთ მოკლევადიანია, რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, ის ეფექტურია საკმაოდზე მეტადაც და ადამიანების 70%-მდე თუკი ხელს უწყობენ, ინარჩუნებენ კიდეც ამ დაკლებულ წონას, ოღონდ ადამიანები, რომლებიც ხელს არ უწყობენ, ის მათი 50% 5 წელიწადში ისე უბრუნდება საწყის წონას. ანუ ბარიატრიული ქირურგიაც კი არ არის ეფექტური, თუკი ხელს არ უწყობ. ასე რომ არსებობს ჯადოსნური ფორმულა და არსებობს ძალიან ბევრი სირთულეები წონაში კლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. იმიტომ დაკლება ერთია, შენარჩუნება მეორეა და ძალიან ძნელია და ზუსტად ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ხომ არსებობს ის 10% ადამიანების, რომლებიც დაკლებულს კარგად ინარჩუნებენ და როგორ ახერხებენ ამას? ხო, ანუ ესაა მთავარი კითხვა, რომ ანუ ვიღაცები ხომ აკეთებენ, იმათ ხომ შეუძლიათ რომ გააკეთონ და ჩვენ ხო შეიძლება რომ გავითვალისწინოთ მათგან, როგორ აკეთებენ ეს ადამიანები და აქ ჩდება მთავარი კითხვა, რა არის მთავარი, არის мотиваცია თუ არის უბრალოდ შეჩვევა, ქცევები და რუტინა და კვლევებით გინდება რომ ყველაზე მთავარი არის შეჩვევა, ჩვევები და ქცევები, რომელსაც ისწავლი, ნასწავლი ქცევები 60%-ია საქმის. мотиваცია დაახლოებით 20%-ია და 10% თქვათ დანამატები და პრეპარატები. ეს არის რითიც ადამიანები იკლებენ და ან ინარჩუნებენ, ანუ უდიდესი წილი მოდის ქცევებზე და რუტინებზე და мотиваციას აქვს მნიშვნელობა, ოღონდ мотиваციას აქვს მნიშვნელობა როგორც დასაწყებად ან რთულ პერიოდებში. რთულ პერიოდში мотиваცია მნიშვნელოვანია, მოგცემს საშუალებას რომ გააგრძელო გზა და დასაწყებადაც мотиваცია მნიშვნელოვანია. ყველაზე ძლიერი мотиваტორები რა არის? სამი ყველაზე ძლიერი мотиваტორი რომ თქვათ, რაც წონაში კლებაში ეხმარება ადამიანებს. პირველი არის ჯანმრთელობა,
ანუ ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორია, ვინც დიდხანს ინარჩუნებს თავის დაკლებულ წონას განსაკუთრებით. მეორე ყველაზე ძლიერი მოტივატორი არის გარეგნობა, იმიტომ რომ ადამიანის დიდ ნაწილს წონაში კლება ანიჭებს თავდაჯერებას და მოსწონთ თავისი თავი უფრო მეტად და თავის სხეული შესაბამისად მეორე ყველაზე ძლიერი მოტივატორი არის ეს და მესამე ძლიერი მოტივატორი არის ენერგია და უფრო უნარიანი და ენერგიული სიცოცხლე, რომელიც ასევე წონაში კლებას მოაქვს. უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტი კეთების შესაძლებლობა. და ახლა მოდი ვთქვათ ქცევებზე ის მე ვისაუბრებ 19 ქცევაზე, რომელიც საერთო აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც წონაში იკლებენ ეფექტურად და ეს ქცევები არის კონკრეტული, ანუ ეს არ ვისაუბრებ ზოგად რაღაცაზე, რომ ესე კარგია, არამედ აი კონკრეტული რაღაცა, როგორ იქცევიან ეს ადამიანები. პირველი არის რომ ყველაზე მთავარი მახასიათებელია რომ ფიზიკურად აქტიურები არიან ეს ადამიანები და გამოკვეთილია რომ დღეში მინიმუმ 40 წუთი მაინც ვარჯიშობენ კვირის უმეტეს დღეებში. მარტივ სხვა სიტყვებით რო ვთქვა, დღეში 10,000 ნაბიჯი გაიარე. ეგ არის ყველაზე მთავარი მოწყობა აქედან რაც შეიძლება წამოვიღოთ, ან 3-4 დღე კვირაში დარბაზში იარე და სიმძიმეებით ივარჯიშე. გაჩნე შენთვის რა არის უფრო ხელმისაწვდომიც, მისაღებიც და კომფორტულიც. უმეტესობა ადამიანისთვის არის მაინც სიარული და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ვარჯიშად მიიჩნევა სიარული. მეორე ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის პორციების კონტროლი, ანუ რაც არ უნდა ადამიანმა აკეთოს აქცენტი შეზღუდვებზე, რაც არ უნდა აქცენტი აკეთოს საკვების ნაირსახეობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია პორციების კონტროლი. ეგ ადამიანები ყოველთვის აკონტროლებენ პორციებს. რა თქმა უნდა, ჯანსაღკვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ არ შეეჩვიო ბევრის ჭამას, მით უმეტეს მოკლე პერიოდში ბევრის ჭამას და მარტივი რჩევები მანდ არის რომ მე გამოიყენე პატარა თებში, ჭამე იყავი აწმყოში და ჭამე ისე ნელა და აიღე პაუზა სანამ მეორეჯერ გადაიღებ. კითხე შენ თავს, ნამდვილად მინდა თუ თქვათ შევიკავებ თავს. მესამე მთავარი მახასიათებელი არის თვით მონიტორინგის უნარი. თვით მონიტორინგის უნარი ნიშნავს, რომ ერთი ყველაზე მარტივი არის, რომ აიწონე რეგულარულად, რომ არ გაგექცეს წონა, როგორც მინიმუმ ყოველ კვირა, ზოგი ადამიანისთვის უფრო და ბევრისთვის უფრო კომფორტულია, რომ ყოველ დღე იწონებიან, თუმცა მე მესმის იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდა ყოველ დღე აწონვა, რადგან სტრესულია და ამ სტრესმა შეიძლება მეტი ჭამა გამოიწვიოს, ამიტომ შესაძლებელია რომ ადამიანი აიწონოს ყოველ კვირა. როგორც მინიმუმ ყოველ მეორე კვირას მაინც და აღწერე ისინი რას ჭამ, ანუ მაგის აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია. და ან დღიური აწარმოე, ჩაიწერე რას ჭამ. თვით მონიტორინგი და კვირაში ერთხელ გაეცანი რამდენი ჭამე და როგორი შედეგები გქონდა. და ეს თვით მონიტორინგის, თვით გაანალიზების შესაძლებლობას მოგვცემს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ესეც. შემდეგი არის რომ ძილი 7-8 საათი ძილი, რადგან თუ კი ადამიანს ძინავს ცოტა, შიმშილის ჰორმონი გამოიყოფა, გრელინი და ეგ იწვევს ძლიერ შიმშილს და უჭირს შემდეგ ადამიანს თავის კონტროლი და თავის შეკავება, ამიტომ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ძილს, 7-8 საათი ძილი მინიმუმ.
მეხუთე რჩევა არის სტრესის მართვა საკვების გარეშე, ხო, ეს რა თქმა უნდა ადვილია, გასაკეთებლად ძნელია, ვიცი, მაგრამ ადამიანმა ყოველთვის სწორება უნდა გააკეთოს იქითკენ, რაც ჯანსაღია და შემდეგ ერთ დღეს შეძლებს. ანუ სულ უნდა გქონდეს თავში გიტრიალებდეს, მაგალითად მედიტაცია, ვარჯიში, იოგა, ჰობი, შეიძლება თამაში რამე, რაც გიყვარს, ან ცეკვა, ან მუსიკა, ან რაღაცა, რაც შეგიცვლის. მეექვსე ჩვევა არის რეგულარულად მიიღე საუზმის რეგულარულად ჭამა, ცილოვანი განსაკუთრებით ცილოვანი საუზმე, მაგალითად კვერცხი, შვრია, ბერძნული იოგურტი, ერთ-ერთი საუკეთესო საუზმეებია თხილებულთან ერთად, მაგალითად ხილთან ერთად. მეშვიდე რჩევა არის, რომ დრო იყოს მუდმივი კვებასთან დაკავშირებული, ანუ დროები, კონსისტენტურობა, მაგალითად, იცი რომ მუდმივად ერთ და იგივე დროზე ჭამ, მაგალითად, ყოველ 4 საათში ერთხელ ჭამ, ან ყოველ 5 საათში ერთხელ ჭამ, ან ყოველ 3 საათში ერთხელ. გაჩნია რამდენჯერ ჭამს და ადამიანს და მაგრამ ეს კონსისტენტურობა ორგანიზმს აჩვევს, ანუ მუდმივობა აჩვევს ორგანიზმს, როგორი რეჟიმით ჭამოს და ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია ასევე. და შემდეგი არის საკუთარი იდენტურობა შექმენი, როგორც საკუთარი იდენტურობა დაუკავშირე არა წონაში კლებას, არამედ ზოგადად ჯანმრთელობას. მაგალითისთვის, რომ როცა იკლებ წონაში, თუნდაც შენ თავს არ უთხრა, რომ ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც წონაში იკლებს, არამედ უთხარი შენს თავს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ჭამს ჯანსაღად, რომელიც ვარჯიშობს, რომელიც იქცევა ჯანსაღად და ანუ თვით იდენტიფიცირება მოახდინე იმ ჯანსაღ ფორმასთან შენი თავის, როგორიც გინდა რომ იყო და ერთ დღესაც შეიძლება რომ გახდე ეგეთი, ანუ ეს ამას არ ვამბობ ჰაერზე, ამას კვლევები ადასტურებს, რომ ეს მუშაობს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი. შემდეგი რაც შეიძლება გაითვალისწინოთ არის, რომ ეცადე რომ დაამატო და არა შეზღუდო. ადამიანი მაინც კი არ გააკეთო შეზღუდვებზე აქცენტი, ეცადე რომ მაგალითად ჩართო შენს ცხოვრებაში ბოჭკოვანი, ჩართო შენს ცხოვრებაში მეტი ბოსტნეული, ჩართო შენს ცხოვრებაში მეტი ხილი, მეტი ჯანსაღი საკვები და ეგ ნელ-ნელა მოგცემ საშუალებას, რომ ჩაანაცვლო არაჯანსაღი ქცევები, რადგან თუ კი შეზღუდვებზე ფოკუსირდები, მაგან შეიძლება უფრო ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოს, იმიტომ რომ სტრესი მერე კორტიზოლია, აწეული კორტიზოლი იწვევს შიმშილის დროს ადამიანი ბევრს ჭამს და მერე ამ მანკიერ წრეზე ტრიალებს და ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ დაამატო არ გულისხმობ რომ ადამიანმა დაამატოს უზომოდ ჭამოს, ამას არ გულისხმობ, ანუ ჩართო რაღაცეები, ვიდრე ფოკუსირდე იმაზე რომ შეზღუდო რაღაცეები. ეს არის მთავარი. შემდეგი რჩევა არის 2 წუთის წესი. 2 წუთის წესი არის ესეთი, რომ მაგალითად თუ ვარჯიში გეზარება, უთხარი შენ თავს, რომ მოდი 2 წუთი უბრალოდ ვიმოძრავებ და თუ მერე ვერ გააგრძელე ვარჯიში 2 წუთის მერე დაანებე თავი არაუშავს, მერე შეიძლება 9 საათით მერე ან 1 საათით მერე ან 2 საათით მერე მოსიჯო კიდევ ერთხელ 2 წუთით. და ბევრ შემთხვევაში ადამიანები ეს 2 წუთია ხოლმე გადამწყვეტი, პირველი 2 წუთი თუ კი დაიწყებ ვარჯიშს, მერე შეიძლება გააგრძელო და მენტალურ ბარიერს ეძახიან, მენტალური ბარიერია ის ძნელი, თორე თუ იწყებ, მერე ბევრ შემთხვევაში აგრძელებ ხოლმე. შემდეგი რჩევა არის, რომ არ დაარღვიო 2-ჯერ ზედიზედ.
არ გააცდინო ორჯერ ზედიზედ. მაგალითად ვარჯიში გააცდინე დღეს, ხვალ აღარ გააცდინო. ანუ ყველაფერი გააკეთე, რომ მაშინვე დადგე გზაზე. მაგალითად დღეს მოგივიდა ბევრი, გააკეთე ყველაფერი, რომ ხვალ იგივე აღარ განმეორდეს. არა უშავს დღეს ბევრი ჭამე, არ დაისტრესო, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოემზადე მენტალურად ისე, რომ შენ თავს ნათლად უთხრა და აუხსნა, რომ მე ხვალ ჩვეულებრივ დგავარ ამ გზაზე. შემდეგი რჩევა არის, რომ დაგეგმე წითელი ზონის პერიოდები წინასწარ. წითელი ზონას რას ეძახიან? მაგალითად დღესასწაულებს მაგალითად დასასვენებლად მიდიხარ და ისეთი პერიოდები, როცა შენი ნორმალური რიტმიდან გიწევს გადასვლა, ემოციურად დატვირთულია ამ დროს ადამიანი ხშირად მეტს ჭამს, იმატებს, ნორმალურია. ბევრი ადამიანი დღესასწაულებზე და ესეთ პერიოდებში იმატებს და ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შეგიძლია მოემზადო წინასწარ, მაგალითად მოამზადო მარტივი ვარჯიშები, რომელსაც შეიძლება გააკეთო თუ სადმე მიდიხარ, ან მოამზადო წინასწარ საჭმელები, ან შეიგულო ის, რაც შეჭამ წინასწარ, რაც შედარებით ჯანსაღი იქნება და ნაკლებად აგაცნეს გზას. ამ წინასწარ დაგეგმო გაუთვალისწინებელი მოვლენების ეს სირთულეებში შესვლა წინასწარ რომ დაგეგმო ამას გულისხმობს. და შემდეგი მე-12-ია მე მგონი ეს არის, რომ ვიზუალური შემახსენებლები გქონდეს, შეიძლება იყოს შენი პროგრესის ფოტოები, რომელიც წარსულიდან ეხლანდელი, ან რომელზეც შენი პროგრესია გამოხატული, ან ის ტანსაცმელი, რომელშიც მაგალითად ვერ ეტეოდი და ეხლა ეტევი, ან პირიქით ის დიდი ტანსაცმელი, რომელიც გეცვა და ეხლა შეიძლება ორი შენნაირი ადამიანი მოთავსდეს. ან ვიზუალურ შემახსენებლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება სხვა რამე იყოს, უბრალოდ რაც შენთვის რაც მოქმედებს და შენზე რაც მოქმედებს, ესეთი ვიზუალური შემახსენებელი საკმარისია. შემდეგი რჩევა არის პატარა თევზების გამოყენება. ბევრი კვლევით დგინდება, რომ პატარა თევზებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს გონია შეიძლება რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ყურადღებას იმიტომ ვაქცევ, რომ ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანი, რომელიც პატარა თევზებზე ჭამს, სისავსის შეგრძნება მეტი აქვს და უფრო ფსიქოლოგიურად დაკმაყოფილებულია და ბევრს არ ჭამს პატარა თევზზე, ეტევა ისა ცოტა. შემდეგი არის ყურადღება მიაქციე, რომ იყოს თუნდაც მოცულობით დიდი, მაგრამ კალორიულობით პატარა საკვები. ესეთია მაგალითად ბოსტნეული ხილი, სუპები და გავსებს და კმაყოფილების გრძნობას გაძლევს და სამაგიეროდ ბევრ კალორიებს არ იღებ. ხო, რატო ამბობენ, აი ჩვენმა ძველებმაც იცოდნენ, ხო, რომ აი სუპით დაიწყე, ან წვნიანით დაიწყე. რატომ? იმიტომ რომ ან წვნიანი გავსებს ნაკლებ კალორიებს იღებ და მერე ანუ ნამცხვარს სამნაჭერს არ შეჭამ. თუ ნამცხრით დაიწყებ, შეიძლება ისე ქშიოდეს, რომ რამდენიმე ცალი შეჭამო. აი ეგაა განსხვავება. ამიტომ ჯობია ყოველთვის რომ დაიწყო ჭამა დიდი მოცულობის საკვებით, რომელსაც აქვს ცოტა კალორიები და არის ჯანსაღი. შემდეგი რჩევა მე-15 არის, რომ ის ტრიგერის საჭმელები არ ქონდეს სახლში, ანუ ის საკვები, არაჯანსაღი საკვები, რომელიც გიყვარს, მაგალითად შოკოლადები, კამფეტები და ამ შემდეგ, ან ჩიფსები სახლიდან მოაშორე, რადგან ეგ დიდი ცნულებაა და ემოციური კვების ხშირად ტრიგერია და დამწყებია, დამრღვევია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოაცილო სახლიდან ეგეთი საჭმელები. და მე-16 წესი არის ნახევარი თეფშის წესი. ეს ნიშნავს, რომ ნახევარი თეფშზე ყოველთვის დააწყე ბოსტნეული. არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა ჭამდე, ეცადე რომ ნახევარ თეფშზე ეწყოს ბოსტნეული და ასეთ შემთხვევაში ჯამში შეჭამ ცოტას კალორიებით და იქნება მეტად კმაყოფილი და მეტად სავსე. აი ეგ არის განსხვავება.
მე-17 წესი არის ჭამე ნელა, თუ გინდა დააყენე ტაიმერი, რომ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ჭამო. ეს 20 წუთის განმავლობაში შეიძლება ადამიანმა ჭამოს ძალიან ბევრი, ამას არ გულისხმობ. ამ წინასწარ განსაზღვრული ის პორცია, რომელსაც იტყვი, რომ აი მე ამას შევჭამ, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ნელა ჭამე, რომ თან კარგად დაღეჭო, გემო შეიგრძნო და თან კმაყოფილების შეგრძნება გქონდეს და იმ 20 წუთის მერე მაღალი ალბათობა რომ დაგეუფლება ნაყროვანების გრძნობა. და შემდეგი არის ყოველი ჭამის მერე 10 წუთი გადი გარეთ, გაისერნე, გამოისერნე. ან გარეთ არ გახვიდეს შეიძლება სარბენ-ბილიკიდან ნებისმიერი ფორმით 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იაქტიურე, რომ ერთი საჭმლის მონელებას შეუწყობს ხელს და მეორე არის რომ სისხლში გლუკოზის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ გლუკოზის კუნთებში გადანაწილებას დაეხმარება. და ბოლო არის ინტერვალური შიმშილი. მე ინტერვალურ შიმშილზე ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრები, ეს არ არის ყველასთვის რა თქმა უნდა, მაგრამ აქ საუბარია ძალიან მსუბუქ ინტერვალურ შიმშილზე. მსუბუქში გულისხმობ, რომ მაგალითად 10 საათიანი ან 12 საათიანი შუალედი მაინც გააკეთოთ დღის განმავლობაში, როცა არ შეჭამ. აი ეს არის ანუ ისეთი ფანჯარა, რომ 12 საათი მაინც იყოს ისეთი, რომ არ შეჭამ, ეს საკმარისი იქნება და თან ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.